ინსულინ რეზისტენტობა. ეს იქნება ყველაზე საინტერესო თემა ალბათ ყველასთვის, რომ ადამიანების 95% ინსულინ რეზისტენტობა აქვს, მით უმეტეს დღეს. მოდი ჩვენებურად გლეხურად ავხსნით რა არის ინსულინ რეზისტენტობა. წარმოიდგინეთ, რომ ძალიან მაგრად წყურიათ, რამდენიმე დღეა წყალი არ დაგილეთ, პირი გამომშრალი და ერთ წვეთ წყალზეც კი რა ვიცი, ხო ყველა. სამშობლოს გაკეთე. და ამ დროს მოიტანეთ დიდი ეს 20 ლიტრიანი ვედრო და დიდი წნევით ასე დაიწყეს თქვენ პირში ჩასხმა. რას იზამთ? პირს თუ გააღებ დაიხჩობით, ხო? ისე ვფიქრობ, რომ დარჩობა ჯობია პირი არ გავაღო, მწყუროდეს, მაგრამ ნუ ცოცხალი დავჭირე. ხო, პირს მოკუმავ. უჯრედი აკეთებს ზუსტად იგივეს. იმის გამო, რომ ინსულინ რეზისტენტობა ნიშნავს ინსულინისადმი მიუღებლობას. ანუ პირობითად უჯრედი დაკეტილია ინსულინის მიერ და რომ მიდის ინსულინი და მიაქვს საკვები, თქვა ხო, შაქარი უჯრედი შიგნით არ ატარებს ამას და როცა არ ატარებს იმიტომ რომ დიდი რაოდენობით მივიღეთ შაქარი იმიტომ რომ ინსულინი უჯრედისთვის დაახლოებით იგივეა რაც 20 ლიტრიანი ვედროთი ჩაასხა ის მიუღებელია მისთვის ამ ფორმით როცა ინსულინი სუპიკზე დგას ორგანიზმში მუდმივ რეჟიმში ინსულინი არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ინსულინი არ არის სასარგებლო ჰორმონი უჯრედების ამიტომ ის უჯრედი არ ხსნის ამ არხებს არის ნატრიუმ კალიუმის ესეთ ნასოსები ქვია ხო რომლითაც შედი გამოდის ხო პროდუქტები უჯრედში შედის და შლაკები გამოდის ამას კეტავს უჯრედი და კეტავს მარტო ინსულინისადმი კი არა ნებისმიერ პროდუქტს კი უკეტავს შიგ არაფერი აღარ შედის და გამოდის რომ თქვენ საჭმელს ჭამთ ეს საჭმელი თუ ყველაფერი ეგზე გაქვს და ჯავიანობა ნორმაში გაქვს ვინტერები იკეტება ყველაფერი სწორად ინელე ფერმენტები ყველაფერი გააქვთ ადგილზე და გადავიდა სისხლში მომზადებული იმის გამო რომ ინსულინ რეზისტენტობა მაღალი ეს პროდუქტი უჯრედში ვერ შედის დადის ამ სისხლში გადააქვს სისხლა მიმაში რა ქვია პლაზმით გადადის პროდუქტები მიდის უჯრედამდე მაგრამ უჯრედში ვერ შედის უჯრედში ვერ შედის უჯრედი მუდმივ რეჟიმში თვითონ უგზავნის იმპულსს რომ შეა და ამიტომ რატო ინსულინ რეზისტენტობის პირველი ნიშანი სულქშია მეორე ნიშანი სულთყბილეული გინდათ მესამე ნიშანი ჭამის მერე მოთენთილი ხარ მეოთხე ნიშანი საჭესთან დიდმანძილებზე ხო დიდმანძილებზე გაკიმარე და სულ ხო რაღაცი ჩემთვის რომ უჯრედი მოდურაში შევდები და გიკვეს კი ჭამე მაგრამ ერთ საათში რატო მომშივდა როგორ უნდა მიხდეთ რომ ინსულინ რეზისტენტობა მოიხსნა იხსნება ძალიან მალე 3-4 დღეში პირველი რაც უნდა გააკეთო ჩუალედი კვებების შორის არანაკლები 6 საათისა ანუ დღეს შეიძლება ჭამოთ ორჯერ ან სამჯერ ჩვენი წინაპრები რომ მიდებთ ხოლმე კომენტარი ჩვენი წინაპრები ამა ჩვენი წინაპრები ჩვენი წინაპრები დღეში მაქსიმუმ ორჯერ ჭამდნენ დილას გაიღვიდნენ შვიცარიაში შეჭა წავიდნენ მე მინდორში და იქ წაიღებდნენ რაღაც დოკით რაღაცა შეშვენების დროს რაღაცა შეჭამთ საღამ ანუ ფიზიოლოგიურად ჩვენი ორგანიზმი არ არის აწყობილი იმის რომ დღეში 12 ჯერ ჭამოთ ყავდა ხე პაციენტი 12 ჯერ თუ 14 ჯერ ჭამდა დღეში ანუ პრაქტიკულად პირს არ აჩერებდა და ინსულინ რეზისტენტობა იყო პიკზე და რო უთხარი გაკვირვებული ვიყურებდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შუალედები. როგორ იხსნება? შუალედები ერთი და შაქრი პირდაპირ და არაპირდაპირ შაქრი მთლიანად ამოიღოთ ხმალებიდან. და უნდა გამოიყენოთ ბევრი ცხოველური ცხიმი. მართლა? და უფრო დაწვრილებით ყველას კონკრეტულად უნდა კონსულტაციაში შეურჩიოთ ეს. ხო, თირკმელი არ აწუხებდეს, იქ სხვა რაღაცა. იმიტომ რომ არის თქვა შეიძლება თირკმელში კენჭები ქონდეს. ამ შემთხვევაში რასაც სტანდარტულად ვაძლევთ უფლებას, ის შეიძლება არ მიცეთ. ან ნაღველში ქონდეს რაღაცა. ან ნაღველში ქონდეს კენჭები, მაშინ რა სტანდარტულად. ან მჟავიანო როგორ ვისწავლეთ? ხო, ნუ ბევრი რაღაცა არის, რომელიც გასათვალისწინებელია. დღეს იყო პაციენტი, რომელსაც ქონდა კენჭის გავლა თირკმელში და ამ მიუხედავად იმისა, რომ მას ჭირდებოდა სპეციფიკური მკურნალობა, ამის გამო რაღაც პროდუქტები ჩამონათვალი მივეცი, რომელიც არ უნდა ჭამოს და ამოიღოს. მათ შორის კაკაო მაგალითად, მათ შორის ნუში. ხო, რომელიც ჩვეულებრივ შეიძლება. შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში 30 წლის გამო არ შეიძლება.